საღამომშვიდობისა ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართეს, სადაც კახეთის 8-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ რეპორტაჟი თელავიდან. არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც პრეზენტაციას გააკეთებენ 2014 წლის სამუშაოების პრეზენტაცია იქნება. ჩვენ შარშან დავწმუნდით იმაში, რამდენად დიდი ეფექტი მოგვცა სოფლის მეურნეობის დახმარებამ, სწორედ ამ პრინციპითაც წელს არის დაგეგმილი 2014 წელში. პრინციპში თვალი რო გადავალოთ სახნავ-სათეს ნაკვეთებს, ათვისებული აბსოლუტურად ყველა ნაკვეთი განსხვავებული წინა წლებისგან, როცა რიგდებოდა უმნიშვნელო დახმარება, ძალიან უმნიშვნელო დახმარება ლეხისთვის პრაქტიკულად არაფრის მომცემი არ იყო, ხოლო 2013 წლის დახმარებამ თქვენ ნახეთ რამხელა ეფექტი გამოიღო, არც ერთი გოჯი მიწა ფაქტიკულად დაუმუშავებელი არ დარჩა. წელს მთავრობა გეგმავს უფრო მასებში შესვლას, ანუ თუ შარშან იყო 700,000 ბენეფიციარი წელს იქნება დაახლოებით 800,000-ზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო მეტი გლეხი მიიღებს დახმარებას. შარშან ასევე იყო პრობლემები იმ კუთხით, რომ სიებთან დაკავშირებით იყო რაღაცა ნიუანსები, თითოეულმა ოჯახმა ხშირ შემთხვევებში ვერ მიიღო, იმიტომ რომ დასამუშავებელი იყო კარგად ეს სიები. წელს ეს პრაქტიკულად გასწორებული არის, უკვე მზად არის ადგილობრივი ყველა ხელისუფლება, რომ ხელმძღვანელობა, რომ ეს სიები იყოს მაქსიმალურად დაზუსტებული და ყველა ოჯახმა მიიღოს აღნიშნული ბარათები. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ ბარათების განსაკუთრებით მნიშვნელობა, იმიტომ რომ საერთოდ სტატისტიკურად განსაკუთრებით არ მუშავდებოდა ხოლმე ის პატარა ნაკვეთები, რასაც გლეხობა ფლობდა დაახლოებით 1 ჰექტარის ფარგლებში. ამიტომ ეს ნიუანსი თავიდან ბოლომდე იქნება გამოსწორებული და პრაქტიკულად საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ იქნება დამუშავებული. 2014 წლის საგაზაფხულო პროგრამა იწყება ქვემო ქართლიდან და კახეთიდან. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც ვხვდებით ადგილობრივ ხელისუფლებას და უკეთ დავგეგმოთ ამ პროგრამის დასაწყისი. თებერვლის პირველ კვირაში ჩვენ შემოვავალთ რამდენიმე რაიონში კახეთში. კახეთში სულ ბენეფიციარი არის 97,000 ადამიანი. ეს უფრო მეტი იყო შარშანი. სულ საქართველოში 800,000 ადამიანი მიიღებს მხარდაჭერას მთავრობისგან, ნაცვლად შარშანდელი 710,000. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მსახიობი ზურა ქადაგიძე, სტუდენტი სოსო ჩუთლაშვილი და მანანა ყატაშვილი. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. კვლავინდებურად დღესაც ვაჯამებთ გასულ წელს და ვსაუბრობთ იმაზე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა გასულ წელს, რა შეიცვალა სასიკეთოდ და რა რის შეცვლა ვერ მოხერხდა. მოდით ქალბატონო მანანა, თქვენგან დავიწყოთ, როგორ შეაფასებთ ზოგადად გასულ წელს? პირველ რიგში მოგესალმებით, გამარჯობათ, გესალმებით ყველა დედოფლის წყაროს, მთელ საქართველოს. მინდა მოგილოცოთ ხვალინდელი წმინდა ნინოს ხსენების დღე. წმინდა ნინოს ცხოვრება მართლა მისაბაძია მისი თავდადებისა და მისი თავდაუზოგავი შრომის გამო, რაც მან საქართველოს განმანათლებლობისთვის გასწია და მე მინდა ხვალინდელ დღეს და მთელი წელის განმავლობაში ყველა დედოფლის წყაროს და მთელ საქართველოს ვუსურვო ეს თავდაუზოგავი შრომა, რათა ჩვენ ყველა ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. რაც შეეხება როგორი იყო 2013 წელი. 2013 წელი ნამდვილად იყო წინა წელზე უკეთესი და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრ დედოფლის წყაროელს, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლიან და ნაკლებ შემოსავლიან ოჯახებს გაუმჯობეს და თავისი შემოსავალი იყო ეს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციით, რეალიზაციით, იყო ეს ღვინის და ყურძნის დამზადების შედეგად, იყო ეს სასკოლო სახელმძღვანელოებზე დახარჯული ფულის ეკონომიის თვალსაზრისით. არის ეს თქვათ საბავშვო ბაღებში ძალიან საინტერესო პროგრამა, რომ ბავშვებს შეუძლიათ უკვე უფასოდ იარონ. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სოციალური პროექტები განხორციელდა, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო დედოფლის წყაროელებისთვის, ყველას ოჯახისთვის.
მაგრამ განსაკუთრებით მე ყველაზე მეტად რაც მახარებს ეს არის ის რომ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი მანამდე მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხდებოდა ხოლმე სატელევიზიო და საინფორმაციო საშუალებებში დღეს კი უკვე ყველამ გაიგო რომ დედოფლისწყარო არის ძალიან მდიდარი რაიონი მას აქვს ძალიან საოცარად კარგი ბუნებრივი რესურსები აქვს ეროვნული პარკი ვაშლოვანის ეროვნული პარკი ჭაჭუნის აღკვეთილი აქვს თქვათ ნავთობი აქვს კირქვა და რაც მთავარია დედოფლისწყაროში იბადებიან და იზრდებიან მსოფლიოში ცნობილი მხატვრები, მომღერლები, სპორტსმენები და რა თქმა უნდა პოლიტიკოსებიც. რა თქმა უნდა პოლიტიკოსებიც. ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ დედოფლისწყარო საიდანაც მზე ამოდის საქართველოში მართლაც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი რაიონი საქართველოსთვის. ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად დადებითი იყო გასული წელი მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა იყო დადებითი. ერთი შეხედვით ზოგს გონია რომ აუცილებლად ერთ წელიწადში უნდა მომხდარიყო ყველაფერი, ყველას უნდა ქონოდა სამუშაო, ყველას უნდა ქონოდა დიდი შემოსავალი. ესე არ ხდება, ესე ვერ მოხდება, მაგრამ საერთო მნიშვნელობა ის დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ადამიანების აზრის გათვალისწინება, ის რომ ქვეყანაში უფრო სტაბილურად და უფრო ასე ვთქვათ გონივრულად და ხარისხიანად კეთდება ის რაც კეთდება, ეს არის მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მომენტი. და თუნდაც ის მომენტი რომ არჩევნები ჩატარდა გასულ წელს, წინა წლებში ჩვენ სულ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობდით, სულ ვიღაცა რაღაცას ასწრებდა, ვიღაცა რაღაცას ეჩქარებოდა, ვიღაცა რაღაცას უხარისხოთ თუ ხარისხიანად აკეთებდა, ან გვპირდებოდა და არ აკეთებდა. არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ, ძალიან ნორმალურ ვითარებაში. ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა და ეს ნამდვილად არის გასული წლის მთელი წლის ხელისუფლების და ხალხის ერთობლივი დამსახურება. კარგით, კიდევ დაგიბრუნდებით, მაყურებელს შევახსენებ, შეუძლია დარეკოს სტუდიის ტელეფონის ნომერზე 0322388805 და ჩაერთოს ჩვენს დიალოგში, ასევე ჩვენი Skype-ის მისამართია ობიექტივი 2. ზურა, შენ მინდა გკითხო, თუმცა ვიდრე გადავალთ წლის შეფასებაზე, შენ საკმაოდ ცნობილი მსახიობი ხარ, თუმცა გარდა ამისა, გიწევს ხოლმე საკმაო აქტიურობა სხვადასხვა საპროტესტო აქციების თუ მოძრაობების კუთხითაც. რამ გაიძულა ხელოვანი ადამიანი, რომ ვთქვათ, აი ამ კუთხითაც გებრძოლა? მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები სრულად დედოფლისწყაროს. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო ობიექტივს მედია კავშირს იმისათვის რომ მართლაც არსებობს ესეთი გადაცემა დედოფლისწყაროს საათი და ჩვენი რაიონელებს შეუძლიათ ისაუბრონ თავიანთვის მეტად პრობლემატურ საკითხებზე თქვენთან ეთერში. რაც შეეხება ჩემს აი იმ აქტივობებს, რაც წლების განმავლობაში მე გადამხდა თან, მოგეხსენებათ რომ მსახიობის პროფესია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ან გაცინება, ან უბრალოდ სცენაზე გამოსვლა და რაღაცა როლის შესრულება. მსახიობი იმდენად ჩემი აზრია ეს, რომ იმდენად გამტარი უნდა იყოს ყველა იმ პრობლემისა თუ იმ თემისა, რითიც უნდა წარდგეს მაყურებლის წინაშე. გამომდინარე იმ პოლიტიკური ვითარებიდან, როგორ გვიწევდა ცხოვრება ამ 9 წლის განმავლობაში, მე გამიჩნდა პროტესტი, გადავდე გვერდზე ჩემი პროფესია და ვიყავი ესე ვთქვათ ხალხის სადარაჯოზე ვაშუქებდით, ვაპროტესტებდით იმ პრობლემებს, რაც იყო წარმოშობილი ქვეყანაში. მე მადლობელი ვარ იმ ვითარების, რაც დღეს არის ჩვენ საზოგადოებაში, როგორი განწყობაც არის საზოგადოებაში. დღეს პატრიარქმაც ისაუბრა იმაზე, რომ საქმე სანამ დაიწყებ, თავარია განწყობა და უფრო პროდუქტიული იქნება შრომა და მე იმედი მაქვს რომ ის პერიოდი რაც იყო თუნდაც ჩემთვის ერთი მსახიობისთვის რომელსაც მოუწია პროფესიის გვერდზე გადადება და ჩაერთო რაღაც იმ უკაცრავად ამ სიტყვის და ქაოსში რაც იყო რაც უფევდა ქვეყანაზე მოუწევთ მსახიობებს თავიანთი პროფესიაზე დაბრუნება და უფრო მეტად პროდუქტიულები გახდებიან ქვეყნისთვის. მოდი ვიდრე გადავალთ შეფასებაზე კიდევ მინდა განვავრცოთ, აი ვთქვათ, რამდენად ამ შენმა ოპოზიციურმა აქტიურობამ, რამდენად შეგიშალა ხელი,
თქვათ ერთიარო გვერდზე გადადე, მაგრამ მოგვეხსენება, ვინც პროტესტს და კრიტიკულ აზრს ღიად გამოხატავდა, იყო დაყოფილი, ხო, ყველა სფეროს ადამიანები და ზღუდავდნენ. ანუ რამდენად გბლოკავდნენ, ასე ვთქვათ, როლების თუ ნებისმიერი არა, როლების მხრივ საქართველოში ანუ ამ შენი ოპოზიციური აქტივობისგან გამომდინარე რაიმე შეზღუდვა არ გიგრძნია მე პროფესიულ არა, შეზღუდვა იყო ის ეგრეთ წოდებული ცუდი თვალით ყურება, როგორც იყო საზოგადოებაში, რომ მე ახლა ერთ ფაქტს გავიხსენებ. სხვათა შორის არ მინდა სახელი და გვარის დასახელება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ჩვენი რაიონელი ბიჭი, ჩემი ბავშვობის მეგობარი. წლები იყო ერთმანეთი არ გვენახა და ერთ-ერთ მეგობართან შევხვდით. ის პერიოდი არის დაახლოებით 2010-2011 წელი. და მითხრა, რომ როდესაც ჩვენ მოგვიწიაო ფორმის ჩაცმა და კონკრეტულ ობიექტზე ყოფნა, რომ აქ აპირებენო საპროტესტო აქცია იმართება და შეიძლება შემოცვიდნენ ახალგაზრდებიო აქ ის იყო ეკონომიკის სამინისტრო, დაგვირიგეს სურათებიო. ერთ-ერთ სურათში იყავი შენო და მეო სრული შოკი მივიღეო იმითიო, რომ ნამდვილად გიცნობდიო, ვიცოდი რა ოჯახიდან იყავიო, შენი შესაძლებლობები რო არ იყავი ის ზუსტად ის ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ქუჩაში შეკვდნენ, ბოთლი ჩაგარტყან, ქვა გესროლონ და ასე შემდეგ და მე ნამდვილად ვიცოდიო, რომ შენ ასეთი არ იყავიო და პირველი შოკი ეს მივიღეო. აი, ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, ადამიანებს აძულებდნენ. იმის გამო რომ ვიღაცას ქონდა განსხვავებული აზრი. თუნდაც შეიძლება ხა თეატრში მე ასეთი რამ არ შემთხვევია და არსად ვთქვათ, ქონდა გადაღებებიც იყო სხვადასხვა პროექტები, მაგრამ ყოველთვის იყო, როდესაც გცნობდნენ ტელევიზიებიდან რომ შენ რომელიღაც აქციაში მონაწილეობდი ან რომელიღაც წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი იყავი, ყოველთვის ეჭვის თვალით გიყურებდნენ, რომ რაღაცაში იყო საქმე და დღესდღეობით უკვე ასე აღარ არის და მე ეს ძალიან სიამოვნებს, რომ ის რაღაცა დაძაბული მუხტი, რაც იყო სრულიად ქვეყანაში იდგა რაღაცა ისე მძიმედ ეს განიტვირთა და რაღაც ამ ხრივ ცოტა თავისუფლება და შვება იგრძნო. თუმცა ბევრმა არჩია კვლავ კარიერა განევითარებინა, ვიდრე ვთქვათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. შენთვის რატომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, რომ აი ამ კუთხით გეაქტიურა? ალბათ ყველა ადამიანი ცდილობს თავის რეალიზებას. ზოგი ახერხებს ამას პროფესიით, ზოგი ახერხებს ამას სამოქალაქო აქტივობით. მე ვიტყვი რომ შემდგარი მსახიობიც ვარ და ჩემი თუნდაც ის პროტესტი და სამოქალაქო აქტივობაც მე ის წლები მიამაყება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამაკლა თქვათ ჩემი პროფესიის თვალსაზრისით გულისხმობ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე, მე ამაზე გული არ მწყდება და მე უფრო მეტად მიამაყება ის, რომ ვიყავი ასეთი აქტიური და ვცდილობდი ჩემი ხმა გაეგო სრულიად საქართველოს საზოგადოებას და ჩვენი ორგანიზაცია რატომი თუ გახსოვთ, გეხსომებათ ეს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია იყო, არაერთ უცხოურ გაზეთში მომხდარა და თავისი პროტესტი და თავისი აქციებით და მე მიამაყება რომ იმ პერიოდის აქტივობებში მონაწილეობდი და ეს ეგრეთ წოდებულ პატარა ისტორიას ვქმნიდით მე და ჩემი თანამოაზრეები მაშინ. კიდევ დაგიბრუნდებით, კარგით, მინდა გადავიდეთ თვითმმართველობის მოქმედ სისტემაზე. თქვენ ქალბატონ მანანა გიმუშავეთ როგორც დედოფლის ყავის გამგეობაში, ისე რაიონის საკრებულოშიც. დღეს მოქმედი თვითმმართველობის სისტემა რამდენად ეფექტურია, თქვენ როგორ შეაფასებდით? თვითმმართველობის სისტემის ეფექტურობა. ზარია, მოდით მაყურებელს მოусმინოთ და მე გიპასუხებთ, გისმენთ ეთერში ხარ? ხო, მოგესალმებით. გამარჯობა. მე კითხვა მაქვს ხალბატონთან. ხალბატონმა ბრძანა რომ საქართველოს მზე დედოფლის წყაროდან ამოვიდაო და შევარდნაძე კი ამბობს რომ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოვიდაო. რომელია მართალი იქნება აღიხსნათ. მადლობთ. სინამდვილეში ჩვენიდან ამოდის. გეოგრაფიულად აღმოსავლეთიდან ამოდის. ხო, თვითმმართველობის რაც შეეხება თვითმმართველობის ეფექტურობას, ჩემი აზრით, განსაზღვრავს ის, რამდენად აგვარებს ერთსა თუ ის კონკრეტული თვითმმართველი ორგანო კონკრეტული მოქალაქეების პრობლემებს.
თეორიულად, როდესაც თავიდან შეიქმნა თვითმმართველობის დღესმოქმედი ორგანული კანონი, ეს დიდი ხანია იქმნებოდა, იხვეწებოდა, ვითარდებოდა და განვითარების პროცესში გაუმჯობესებისკენ კი არ მიდიოდა, პირიქით რაღაც კარგი მუხლები აკლდებოდა, რაღაც ფუნქციები, რომლებიც ექსკლუზიურად იყო გადაცემული თვითმმართველობას, ეს მუხლები ამოიღეს და საბოლოოდ დაგვრჩა თვითმმართველობა, რომელსაც ფაქტიურად თითქმის არანაირი უფლება არ დარჩა. ასე რომ განვითარება და გაუმჯობესება აუცილებლად სჭირდება თვითმმართველობას, რომ მან რეალურად შეასრულოს ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველი ორგანოს ფუნქციები. და თქვენი წამოსვლა ამ სფეროდან რას უკავშირდება? ჩემი წამოსვლა მოხდა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გარკვეულწილად ჩვენ ერთი და იგივე გუნდის წევრები არ აღმოჩნდით, მოქმედი საკრებულო და მე. თქვენს წინა გადაცემაზე სწორედ თქვენს ადგილზე ქალბატონი ნონო ცაკაშვილი იყო, რომელმაც თქვა, რომ და ვინახეო, რომ აზრი არ ქონდა ელემენტარულად საკრებულოში მით უფრო რომ ის დეპუტატი გახდეთ. დაახლოებით, ესე იგი, როდესაც ხედავ, რომ რაღაც მოქმედი კანონმდებლობა არც თუ ძალიან კარგი, მაგრამ ისიც არ სრულდება ან ვერ სრულდება, გარკვეულწილად ხვდები, რომ აზრი არ აქვს ქაღალდზე დაწერილი კანონის არარსებულ მდგომარეობაში არსებობას. ამ ბოლო ხანს აქტუალური გახდა თვითმმართველობის აი პროექტის კოდექსის ცვლილება. ამ კუთხით აი აჟიოტაჟიც მოყვა, ბევრს საუბრობენ. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს, რომ რეალურად მივიღოთ დამოუკიდებელი თვითმმართველობა და მართლაც დაერქვას თვითმმართველობა? მე გავეცანი თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც ახლა პარლამენტში განხილვის პროცესშია, თუმცა იმის შემდეგ კიდე რაღაც კარგი ცვლილებები შევიდა. მოკლედ რო ვთქვათ, რა უნდა მოხდეს? უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას ის ფუნქციები, რაც ადგილზე შეიძლება მოგვარდეს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ქონება და შესასრულებლად საჭირო სახსრები, ფინანსურ სახსრებს ვგულისხმობ. არ შეიძლება ვთქვა, რომ აი თვითმმართველობას ძირითადი შემოსავალი ექნება ადგილობრივი ქონების განკარგვიდან, მერე კანონში ჩაწერო, რომ თვითმმართველობის ქონების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტმა განსაზღვროს ეს ნუსხა და მერე ყოველ თვეში ამ ნუსხიდან ობიექტების ჯგუფი ამოაკლო და ამოაკლო. ანუ ჯერ უნდა მოგცენ, მერე არაფერს არ გაძლევენ. ეს ასე არ შეიძლება მოხდეს. ის რაც ახლა კეთდება ახალი თვითმმართველობის კოდექსით, ვფიქრობ, რომ არსებულ მდგომარეობას ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად გამოასწორებს, იმიტომ რომ მეტი უფლება და მეტი რესურსი ექნება ადგილზე თვითმმართველობას. დეპუტატების აქტიურობას მინდა შევეხოთ, აი რამდენიმე თვეში ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება და ვთქვათ, დღეს მაგალითად მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ანუ სხვა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან დანარჩენი ყველა მათგანი იყო ნაციონალური მოძრაობის სიით შესული, თუმცა დღეს აცხადებენ, რომ იქ არც ერთი აღარ არის ნაციონალი. ზოგადად მრავალპარტიულობა რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის? რა თქმა უნდა, აუცილებელია მრავალპარტიულობა და არა მარტო ის, რომ ვიღაც რომელიღაც კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს, არამედ ის, რომ ყველა პარტია უნდა ცდილობდეს, რომ თავის სიაში, თავის პარტიულ სიაში შემთხვევითი ხალხი კი არ შეიყვანოს ჭკუა მოსაკითხი ხალხი, ექიზიყური ტერმინია ესეთი. შეიყვანოს ის ხალხი, ვისაც ავის თუ კარგის გარჩევა შეუძლია, ვისაც რაღაც გამოცდილება უკვე აქვს მიღებული, კი, კანონი არ კრძალავს 21 წლიდან, შეიძლება იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი და შეიძლება იყო ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, მაგრამ აქვე შეიძლება იგივე კანონის ფარგლებში რაღაც დამატებითი მოთხოვნები დაწესდეს. ეხლა შეიძლება ვინმე მითხრას, რომ არჩეულ თანამდებობის პირს არ შეიძლება დამატებითი მოთხოვნები დაუწესო, მაგრამ ასე ვთქვათ, წინასწარ, როდესაც პარტიები თავის სიას ადგენენ, ისე როგორც საჭიროა ვთქვათ ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირისთვის ან ნასამართლეობის არ ქონა, ჩემი აზრით საჭირო უნდა იყოს თუნდაც დაუწერილი კანონით რაღაც გამოცდილების და რაღაცა განათლების ქონა.
რომ იმ ადამიანმა იმას ხალხმა ანდო თავისი ბედი, ხო, როცა იმ პარტიას ხმა მისცა პროპორციული სიით, მაშინ ხალხმა ანდო იმ პარტიას თავისი ბედი. ანუ ვინ ზის იმ პარტიის დასაწყის სიაში, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს და შესაბამისად ამ ნიშნით უნდა მოხდეს არჩევა და ის რომ მრავალპარტიული აზრი უნდა იყოს ყველა არჩევით ორგანოში, ეს დაუწერილი კანონიც არის და დაწერილიც და ამას ჩვენ ვერ შევცვლით, მთელი მსოფლიო ამაზეა აწყობილი დემოკრატიული სისტემები. და თქვენ როგორც ამ მხრივ თვითმმართველობის ორგანოში უშუალოდ გამოცდილი ადამიანი და ადამიანი, რომელიც დღეს უკვე გარედან აკვირდება იქ მიმდინარე მოვლენებს. რამდენად გაკმაყოფილებთ იქ არსებული კომპეტენცია და მათი აქტიურობა? სიმართლე გითხრათ, მე ისეთ საქმეში ვარ ახლა, რომ ნაკლებად ვუყურებ ამ პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ ისე რასაც წყაროზე ლაპარაკობენ, ალბათ მაინც და მაინც აქტივობით არ უნდა გამოირჩეოდეს დღევანდელი თვითმმართველობის ორგანოს თითოეული წევრი. მე მაგალითად არ მახსოვს არც ერთი საკრებულოს ხდომა, სადაც განსხვავებული აზრი გაიჟღერებდა, ან რომელიმე დეპუტატი თავს შეიკავებდა, ძირითადად ხდება ყველა საკითხის მხარდაჭერა და არანაირი საწინააღმდეგო მოსაზრება წლების მანძილზე დედოფლის წყაროს საკრებულოში სამწუხაროდ არ მომისმენია. ეს რამდენად სწორი ტენდენციაა, რომ დეპუტატები ყველა საკითხის მხარს უჭერენ და არ არის თქვათ ან დისკუსია, ან განხილვა. სწორი რო არ არის უკვე თქვენი შეკითხვიდანაც ჩანს თავისთავად, ხო? კი ბატონო. ესეც თუნდაც თქვენი თქმის არ იყოს მრავალპარტიულობა საჭიროა, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეიცვალა მთავრობა და თითქმის ყველა ნაციონალი უცებ გახდა ოცნების წევრი, ან შეიძლება საბუთზე არ გახდა, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი ეთანხმებოდნენ მათ მიზნებს. ეს უკვე სავალალო ფაქტია. და ასეთი განმეორება ყოველთვის გამოიწვევს იმას, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი ხელის აწევაზე ყველა ხელს აწევს. ამიტომ პარტიული სტრუქტურაც უნდა დაკომპლექტდეს, ჩემი აზრია ეს, არა მარტო გამოცდილებით და ცოდნით, არამედ ადამიანის პრინციპულობითაც. თუ პარტიაში შედიხარ, ის პარტია იმ პარტიის მიზნებს უნდა ითვალისწინებდეს, შენ იმ პარტიის მიზნებით უნდა ცხოვრობდე. ეს არის სწორი ხედვა და იქნება განსხვავებული აზრი. და არა როგორც ქარი საიდანაც დაუბერავს იმ ხარეს თუ მიტრიალდები, ეს უკვე საშინელებაა და ეს უკვე რაღაც შაბლონურ მრავალპარტიულობას მიუთითებს და მეტი არაფერი. ზუსტად თქვენ რასაც ამბობთ, ჩემი აზრია ეს, რომ ამ ბოლო დროს კიდე განსაკუთრებით მომიწია რაიონში აქტივობა და უყურებდი შორიდან, თუნდაც ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ყველაფრის გამკეთებელი იყვნენ ამ პარტიის გულისთვის, დღეს ადგენენ და თითქოს არც არაფერი არ ყოფილა, ისე მიეტმასნენ ქართულ ოცნებას. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ეს უპრინციპობა არ მოიტანს სარგებელს და ამიტომ თავიდანვე გასათვალისწინებელია პარტიაში მიღების დროს ადამიანი რამდენად გამოცდილია, რამდენად პრინციპულია და რამდენად განათლებულია კიდე. მოგესალმებით პირველ რიგში. მეც იგივეს თქვა მინდოდა რომ რაიონში ვიყავი და ჩემი თვალით მქონდა დანახული რომ ახალგაზრდები სკოლის მოსწავლეები ჯერ იყვნენ ჩაცმული ნაციონალების მაიკებით, შემდგომში კი მივიდნენ მეორე მიტინგზე, სადაც ქართული ოცნების მომიტინგეები იყვნენ და გაიხადეს ნაციონალების მაიკები, გადაიცვეს ოცნების მაიკები და ახლა მეორე გამიტინგი. ანუ ეს ფაქტი რომ ვინც გაიმარჯვებს იმისკენ იყო არის ძალიან ცუდი და უნდა იყო ადამიანი ჩამოყალიბებული და ქონდეს შენი პრინციპები. ზოგადად საერთოდ არ მივესალმები მოსწავლეების და სკოლის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ცუდია ეს ფაქტი, მეც მახსოვს ესეთი ფაქტები ხდებოდა ბევრი. ზურაბ წეღან ვერ დავასრულეთ, ანუ ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის გასული წლის შეფასება რამდენად ნაყოფიერი იყო სხვა წლებისგან განსხვავებით, მით უფრო საკმაოდ რთული წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ეს წელი რაიმეთი თუ იყო გამორჩეული? ეს წელი აი მე ასე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით იყო უფრო მეტად დაკვირვების და პრობლემების წარმოჩენის წელი. და 2014 წელი იმედი მაქვს, რომ იქნება ამ პრობლემების გადაჭრის წელი. 2013 წლის 1 იანვრიდან მე მახსოვს თბილისში არ ვიყავი და როდესაც ჩამოვედი, მე სიამოვნა ის განწყობა, რომ
ადამიანები რაღაც თავისუფლად საუბრობენ, ადამიანები ყველა პრობლემაზე, თუნდაც პოლიტიკურზე, თუნდაც სოციალურზე, აღარ არის რაღაცა რისკ ფაქტებთან დაკავშირებული მათი თითოეული ადამიანის აზრი. ჩემთვის, ახალგაზრდისთვის, მოქალაქისთვის პირველ რიგში ეს არის მთავარი და თუნდაც სამართლიანობის აღდგენა, რაზეც არის საუბარი, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ჩემთვის სამართლიანობის აღდგენა არის ჩემი უფლება, თავისუფალი სიტყვის გამოთქმის უფლება, რაც მე ღმერთმა მომანიჭა. და 2013 წლიდან დაიწყო ეს სვლები, განთავისუფლდა მედიაც, განთავისუფლდა საზოგადოებაც რაღაცა წნეხისგან, დაიწყო პრობლემების წარმოჩინება, საიდან იყო საწყისი ამ ყველაფრის, რა მოხდა და 2014 წელი მე იმედი მაქვს, რომ უკვე მიმართული იქნება ამ პრობლემების გადაჭრისთვის. ახლა დედოფლის წყაროს რაც შეეხება, მე იმედი მაქვს, რომ დედოფლის წყარო თავის ნამდვილ სახელს, რაც მას ეკუთვნის, დაიმკვიდრებს ქართულ რეალობაში და ზუსტად ის, რომ მე პაპაჩემისგან მახსოვს, რომ დედოფლის წყაროს ქვეყნის ბეღელს ეძახდნენ. მართლაც ასეა, მთავარია მოხდეს იმ რესურსების კონსოლიდაცია, რა რესურსებიც გააჩნია ამ რაიონს და მოხდეს რეალურად გამოყენება ამ ყველაფრის. მე იმედი მაქვს, რომ ის პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დაიწყო, 40 კილომეტრი გზა დაიგო. ჩვენ ხო არ ვეხუმრებით ამას, ეხლა გასაგებია, რომ გზით არავინ არ უნდა გავაკვიროთ, მაგრამ რაიონში მე ბავშვობიდან მახსოვს, რომ მივდიოდი ხოლმე, ყოველთვის არ არსებობდა გზები, წყალგაყვანილობა, საშინელი მდგომარეობა იყო, არავის არ აინტერესებდა დედოფლის წყაროს რაიონი. მაგრამ ჩემი აზრით პრობლემა კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, თუნდაც ის განსხვავებული აზრი შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ ჩვენ აქ დიდი რამებს უკრავთ ქართულ ოცნებას, ასე არ არის. ჩემი აზრით მართლმა პარტიამ მისაბაძი არ უნდა იყოს ნაციონალების პიარი, მე სხვა რამეს ვამბობ ახლა. როდესაც ნაციონალები ქუჩის ჯიხურს გაარემონტებდნენ, ამაზე იყო აყალმაყალი ატეხილი. და დღევანდელი მთავრობა, როდესაც რაღაცას გააკეთებს, ისე ჩუმად, ისე წყნარად, არავინ არ იცის საერთოდ. კი, მესმის, არსებობს ისეთი პრობლემები, რაზეც თქვათ უნდა მიექცეს ყურადღება მედიაში, ჟურნალშიც, გაზეთშიც. მაგრამ რაიონში იმდენი პროექტი განხორციელდა, იმდენი სასიკეთო საქმე გააკეთა, მაგრამ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ჩემი აზრით არის საჭირო, რომ ხაზი გაესვას, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, რანაირად გაკეთდა. და მადლობა მინდა, რომ კიდევ ერთხელ გაზეთში რაც მოუხადო, იმიტომ რომ სისტემატურად მიწევს ხოლმე ამ ბოლო ხანებში, რადგან იქავარ მე წაკითხვა ამ გაზეთს და იქ ყოველთვის არის აღნიშნული ასეთი ფაქტები. დიახ, კიდევ მინდა საარჩევნო პერიოდები შევადაროთ, აი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდები. ამ კუთხითაც ყველა აღნიშნავს, რომ ქვეყანამ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა და ბევრისთვის მოულოდნელიც აღმოჩნდა ის სიმშვიდე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა. თან შე როგორ შეაფასებ ამ ორი არჩევნების პერიოდს? ძალიან კარგი კი არა და უპრეცედენტო ფაქტები დაფიქსირდა, თუნდაც დედოფლის წყაროს რაიონულ დონეზე, თბილისი აღარ არის ლაპარაკი, მე მახსოვს საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მოჭიდავეების გუნდები ჩამოდიოდნენ იქ, ახლა აღარ მინდა მე გავამწვავო თემა და პირდაპირ ვიტყვი, რომ მოჭიდავეების გუნდები ჩამოდიოდნენ იმისათვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ცოტა სხვანაირად გასწორებოდნენ, იყო საშინელი დაძაბულობა თუ გახსოვთ ის პერიოდი და საპრეზიდენტო არჩევნებმა როგორც ჩაიარა, მე მგონი დედოფლის წყაროში თქვენ იცით რა სიმშვიდეში და ეს ფაქტი არის ძალიან კარგი თუნდაც საზოგადოებისთვის. ის ეგრეთ წოდებული ბომბივით რომ არის ხოლმე და რომ ველოდებით არჩევნებს, რომ აი ან ისე მოხდება, ან ასე ვიღაც ფიქრობს ან გადავრჩები, ან არ გადავრჩები, არა, არჩევნები არის უდიდესი მოვლენა დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არის ძალიან დიდი მოვლენა, მაგრამ ისეთი რისკ ფაქტორები არ უნდა არსებობდეს, როგორც იყო აქამდე, რომ ვაიმე, ეხლა მე რომ რაღაც ჩემი აზრით დავაფიქსირო, შეიძლება პრობლემები შემქნას. არა, ასე ლამაზად უნდა ჩაიაროს არჩევნებმა და უნდა გადავიტანოთ თითოეული არჩევნები კარგად და ზუსტად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სოციალურ მდგომარეობაზეც, რა თქმა უნდა, კარგად უნდა იმოქმედოს ჩვენმა არჩევნებმა.
რა კი ამ ორ არჩევნებს შევეხეთ, ერთი საინტერესო დეტალია, თქვათ, საპარლამენტო არჩევნებზე დედოფლის წყაროში ქართულმა ოცნებამ 50%-მდე მოაგროვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე იგივე დედოფლის წყაროს ოლქში 80%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივმა მომრჩეველმა. აი ამ ხელას და სხვადასხვა 80% მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი იყო საჩხერის შემდეგ და საჩხერი რატომ ყველამ ვიცით. აი ამ ხელა ზრდას ვუკავშირებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა და რაღაც დადებითი ძვრები მოიტანა ხელისუფლებამ, თუ ეს ზრდა გამოიწვია იმან, რომ თქვათ ზეწოლა და ის ტერორი აღარ არსებობდა ქვეყანაში. ერთ ფაქტს გეტყვით და მაგით შემოვიფარგლები და ჩვენს რესპონდენტებს ხებსაც მივცემ საშუალებას. მოხდა ქვემოში ზემოქედში ესეთი ფაქტი. საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას. მოვიდა ორი სახანძრო მანქანა, მოიყვანეს ორი სახანძრო მანქანა, მოგეხსენებათ მაშინ წყალი არ იყო გაყვანილი. პლასტმასის მილები გადაადუღეს და ერთ სახთან მიიყვანეს აი ესე, როგორ თქვა, ბალახ, ისე რომ არ გამოჩენილიყო საიდან მოდიოდა ეს. მიხეილ სააკაშვილი როდესაც ჩამოვიდა და როდესაც გახსნა ონკანი რომ მოუშვა, ამოვიდა ქლორიანი წყალი. ნუ ჯერ სასაცილოა ხა რაიონში ვის გაუგე ქლორიანი წყალი საერთოდ მოდიოდეს. საიდან მოიტანეს ეს წყალი არ ვიცი, მაგრამ ესეთი ფაქტი. შემდეგ და ეს დამხმარეები იყვნენ საბათლოდან ამოყვანილი. ეკიპიროვკაც კი ეგრეთ წოდებული ეკიპიროვკაც კი უკან დააბრუნებინეს ამ ეგრეთ წოდებულ მუშებს, რომლებიც თქვათ ამ წყალგაყვანილობაზე მუშაობდნენ. შემდეგ ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი ტბაზე, რომ ისაუბრა, რომ იმხელა ტურისტული ზონა უნდა გაკეთდეს რაიონში, რომ შეიძლება გადაბაროს. და ჩვენ ნახეთ, რომ რეალურად პროექტიც არ არსებობს. პროექტიც არ არსებობს და რაზეც გული დამწყდა, იმიტომ რომ მე მყავს ბევრი მეგობარი უცხოეთში, რომლებსაც ვეპატიჟებოდი, რომ ჩემთან რაიონში ესეთი ტურისტული ზონა იარსებებს. და წელს წყალიც გაიყვანეს. ეხლა მე არ მინდა რომ გავაკეთო იმის აპელირება, რომ იცი და ეს რაღაცები გაკეთე. რაც გაკეთდა წელს წყალიც გაიყვანეს. სოციალური დახმარებაც იყო, უფასო ბაღებიც გაკეთდა. ეხლა აიცით როგორ რაღაცა ჩემი დამოკიდებულება ასეთი თბილისი ცოტა სხვა მხრივ აფასებს ყველაფერს. თბილისში უფრო მეტად სხვა რამ მოქმედებს ადამიანზე. რაიონში ადამიანზე თუ არ იზრუნებ შენ, აუცილებლად დაგიბრუნდება უარყოფითად. ის ყველა თითეული ფაქტი, რასაც შენ გააკეთებ იქ. ჩემი აზრით, ესეც ერთ-ერთი დეტალი იყო, რამაც თუნდაც გადაწონა წლევანდელი არჩევნების პროცენტი. და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ალბათ იმოქმედა იმანაც, რომ ზოგადად მთლიანად საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და არ გაამართლა იმ ყველაფერმა. თუნდაც იმან, რომ მე წელს როდესაც ვიყავი რაიონში ჩასული, კედელებთან მქონდა ურთიერთობა, იქაო მაცხოვრებლებთან და ვკითხე, თუ არის თქვენი მაჟორიტარი, რომელიც რაიონის მაჟორიტარად იწოდება ზაზა კედელაშვილი, ჩამოსულა? კიო, მე მგონი ერთხელ იყო ჩამოსულიო ბაქრაძის შეხვედრაზე და წავიდაო. ადამიანი, რომელიც არ ინტერესდება ამ ყველაფრით და მე მგონი აღარ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ აღარ მისცეს ნაციონალებს ხმა საქართველოს გასულ კვირას არასამთავრობო სექტორის მიერ გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია გაცდენების თაობაზე და ზაზა კედელაშვილი სხდომებზე დასწრების კუთხით 0.07 მეათედია მისი აქტივობა სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ის მასობრივად სხდომებს აცდენს. ამასთანავე თვითონ ქალაქ დედოფლის წყაროშიც საუბრობენ, რომ ის არსად არ ჩნდება და ამავდროულად მე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ გამოვიდა ინფორმაცია და ახლა ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც გამგეობაში მუშაობს, ადამიანები არიან მზად, რომ ითანამშრომლონ მაჟორიტართან, ჩამოიტანოს პროექტები. ყველა ამბობს ამას, შევხვდეთ და ავილაპარაკოთ, არა, ამ ადამიანს არ აინტერესებს. და აქედან გამომდინარეა, რომ ზუსტად ის 80% დაფიქსირდა დედოფლის წყაროს რაიონში, იმიტომ რომ ხალხი მიხვდა რეალურად, ვისთან ჰქონდათ საქმე და რამხელა შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ზაზა კედელაშვილი გახდა დედოფლის წყაროს რაიონის მაჟორიტარი. თუმცა ესეც სადაოა შეთანხმების. ნუ რა თქმა უნდა, მაგაში გეთანხმებით, ეხლა იქ როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, მაგრამ იურიდიულად ხომ მაჟორიტარია? სულ მცირე სხვაობით ლექსო თამაზაშვილთან შედარებით. კარგით, ქალბატონ მანანა, თქვენ მინდა დაგიბრუნდეთ აი ამ 80 და 50%-იან სხვაობაზე. აი ამ ერთ წელში რა მოხდა ისეთი დედოფლის წყაროში, რომ დედოფლის წყაროელთა
კიდევ 30%-მა დამატებით დაუჭირა მხარი. თუ ეს იყო გარემოს ცვლილების ქვეყანაში არსებული ვითარებისგან გამომდინარე თუ ვთქვათ იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამსახურება, რაც დედოფლის წყაროში ამ 1 წლის განმავლობაში განხორციელდა. მე მგონი ყველაფერი ერთად. ჯერ ერთი ის 30% ასე ვთქვათ, რომელიც მოემატა ის ვინც იყო ოცნების მხარდამჭერი, ვთქვათ, ისევ გახდა, ხო, ისევ დარჩა ოცნების მხარდამჭერად. მეორე 30-დან დამატებული 30%-დან დიდი ნაწილი ჩემი აზრით ეს ის ხალხია, ვინც წინა არჩევნებზე იძულებული გახადეს, რომ სხვისთვის მიეცა ხმა და მეორე ჯერზე შეძლო და თავისი ნება გულწრფელად გამოხატა. ეგეც იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები და ის, რომ განხორციელდა, იცით, როგორი პროექტები წინა წლებისგან განსხვავებით. აი, პროექტის ეფექტურობის ერთ-ერთი შესაფასებელი კრიტერიუმი ეს არის, რამდენ ბენეფიციარს აძლევს სარგებელს. ანუ დედოფლის წყაროშიც და მთელ საქართველოშიც ისეთი კურსი იყო აღებული, რომ განხორციელდა ისეთი პროექტები, რომლებიც ბევრ ოჯახში შევიდა. და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, აი ამ 30%-ისა, ეს გარკვეულწილად არის ის ქიზიყური თბილი დამოკიდებულება, რომ ჩვენი საამაყოშვილის მხარდაჭერის მომენტი და მე არც ამას არ გამოვრიცხავ, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საამაყოშვილს შესაბამისად და ეს გამოხატეს კიდეც ქიზიყელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოცნებაში ყოფნით დაუჭირეს მხარი ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ამის თქმა მინდა. ზუსტად იგივეს თქმა მინდოდა მეც, მე პირადად მგონია, რომ თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს დედოფლის წყაროელთა ამომრჩევას რომ სწოდნოდა, რომ დღეს პრემიერი იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, ვფიქრობ, მაშინაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაიდებოდა და ვთქვათ, ის 80%, რაც მარგველაშვილმა მიიღო, დიდწილად სწორედ ღარიბაშვილს ეკუთვნის, ეს ჩემი პირადი აზრია. კარგი, სოსო გვესწრება როგორც სტუდენტის სტატუსით და სოსო მინდა შენ კითხო, შენი თვალით შეფასებული გასული წელი როგორი იყო? მე ანუ სტუდენტის თვალსაზრისით შევაფასებ, ძალიან კარგი იყო, რადგან გრანტების გაცემის რაოდენობა გაიზარდა, გაიხსნა უფასო ფაკულტეტები და როდესაც ხედავ, რომ შენი სწავლა ფასდება, ეს უდიდესი სტიმული არის და ძალიან კარგი იყო. ასევე გასულ წელს ჩატარდა არჩევნები საპრეზიდენტო და ძალიან მიხარია ის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ასე მშვიდობიანად ჩაიარა ხელისუფლების ცვლილება. ხოლო რაც რაიონს შეეხება, მე სამწუხაროდ ისევ ხშირად ვარ ხოლმე სწავლის დაწყების შემდეგ, მაგრამ მიუჩვეული თვალით, როდესაც ჩავდივარ, ხედავ აშკარად ცვლილებებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის ცვლილებები, გზების დაგება და წყლის გაყვანა, თუ ახალი პარკებიც აშენდა და უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ ცვლილებები არის საგრძნობი, მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვალის დახამხამებაში ვერ გაკეთდება ყველაფერი და ვერ აშენდება უცებ მიწიდან ვერ ამოვა თავist და უბრალოდ უნდა ცოტა მოთმენა და დრო იმისათვის, რომ ვაცადოთ ამ ახალ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს რაღაც უფრო მეტი და უფრო დიდი შედეგი იქნება. როგორ ფიქრობ, აი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც კეთდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რადგან როდესაც ხალხი ხედავს, რომ მართლობა არის მათთვის, ეს თვითმართველობა ჩვენი არის მათთვის და ხედავენ, რომ აქტიურობენ და ასე შემდეგ, უფრო დიდი მხარდაჭერა არის და უფრო დიდი მომავლის იმედი არის. ასევე წინა საკითხზე მინდა გავაკეთო კომენტარი 50-80%-ზე. უბრალოდ ხალხმა არ იცოდა რა იქნებოდა ამის შემდეგ და ვერ ხედავდნენ და უფრო რაღაც მოგძალებულად და ასე ვთქვათ, მართველი იმ დროს ნაციონალების გამო თავი შეიკავა ძალიან ბევრი, მაგრამ უკვე როდესაც ოცნებამ გაიმარჯვა, ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა თავისი აზრი და როგორც ქალბატონმა აღნიშნა, ნამდვილად თავის საამაყოშვილს დაუჭირა მხარი. თუმცა არც 20%-ია დაბალი ნაციონალური მოძრაობის. კი, ნამდვილად. სულ ამაზე მინდა კითხო, აი 20% რეალურად ასახავს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს. ალბათ ასახავს, მაგრამ ეს 20% საქართველოს მასშტაბით გულისხმობ, რომ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თავდებოდა კოჰაბიტაციის რაღაცა ესეთი მარაზმატიკული რეჟიმი, მაგრამ
არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი კარგავდა ფუნქციებს, ანუ ახალი კონსტიტუციით და პრემიერ-მინისტრი განაგებს ქვეყანას, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ და ესე პრიმიტიულად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა საქართველოს მასშტაბით გულისხმობ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. და არ დაგვავიწყდეს ის დაახლოებით 30 თუ აღარ მახსოვს ზუსტად ციფრები, აქტივობა იყო დაბალი. და არ დაგვავიწყდეს ის ამომრჩეველი, რომელიც თუნდაც აი ახლა ზის სახლში და აკვირდება პოლიტიკურ სიტუაციას და ელოდება თვითმმართველობის არჩევნებს. თვითმმართველობის არჩევნები ძალიან ბევრ ამის გადაწონის. არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ ის 20% აღარ დაფიქსირდეს საქართველოს მასშტაბით. ამიტომ რეალურად ჩემთვის არ გამოხატავს ეს 20% რამე ძალას. კარგით, გადაცემა დასასრულისკენ მიდის, მოდით უშუალოდ დედოფლის წყაროზე ვისაუბროთ, აი ვთქვათ, რა შეიძლება შეიცვალოს. პირველ რიგში მინდა ვიკითხო იმისათვის, რომ მიგრაცია შეჩერდეს და ადგილზე ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას? პირველ რიგში დედოფლის წყაროს რაიონში უნდა გააქტიურდეს არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება თვითონ და მე რადგან დღესდღეობით მიწევს როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იქ მუშაობას, მე გეტყვით ერთ სატესტო ღონისძიებაზე, რომელიც მე გავაკეთე. ეს იყო საუკეთესო რაიონული თემა, ჩატარდა კონკურსი, სადაც მონაწილეობდა თითქმის ყველა მე-10, მე-11, მე-12 კლასელი ბავშვი. და ჩემი მოლოდინი, რომ მივდიოდი და ვაპირებდი ამ პროექტის განხორციელებას, სიმართლე გითხრათ, არ იყო ძალიან ისეთი სასწაული, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი პროექტი ჩაივლიდა, დამთავრდებოდა და რაღაცა შედეგსაც მოგცემდა. მე არ ვიცი, მე იქ ბავშვები ვნახე, საიდან, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ქედელი ბავშვი, რომელიც თვითონ დირექტორმა მითხრა, რომ დიდი მადლობა ამ პროექტს რო აკეთებთ, მოწყვეტილები არიან ბავშვები, არა მარტო თბილისზე ლაპარაკი არ არის რაიონზეო, რაიონსაცო. ამდენი ინტელექტი, სად კითხულობენ, როგორ კითხულობენ, საიდან აქვთ ამდენი ანალიზის უნარი და მინდა სრული პასუხისმგებლობით ერთი განცხადება გავაკეთო. მოუწოდებ არასამთავრობო სექტორს, მოუწოდებ სრულად საზოგადოებას, რომ ინვესტიცია უნდა ჩაიდოს აი ამ ახალგაზრდებში, რომ მათ მიეცეთ საშუალება თავიანთი თავის რეალიზება მოახდინონ დედოფლის წყაროში. იმიტომ რომ ამ ხრივ მართლა ცუდი მდგომარეობა ახალგაზრდა სკოლას ამთავრებს, მოდის თბილისში და შეიძლება ის უკან აღარ დაბრუნდეს. ამიტომ არის საჭირო, ჩემი აზრით, დიდი ბერკეტი ექნება ხელში არასამთავრობო სექტორს, ის თუ დედოფლის წყაროს რაიონში დაიწყებს ასეთ სამუშაოებს და რა ვიცი, მრავალი პროექტის მოფიქრება შეიძლება და მრავალი პროექტიც იქნება განხორციელებული, მე დარწმუნებული ვარ და ბევრი დაინტერესდება ამ ბავშვებით, იმიტომ რომ ინვესტირება უნდა მოხდეს ამ ბავშვებში, რომ მომავალში ისინი გამოადგნენ დედოფლის წყაროს. სოსო, რამდენად საინტერესოა ამ წუთას ახალგაზრდისთვის დედოფლის წყაროში ცხოვრება და თუ აქვს თქვათ გართობის ან ნებისმიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება ადგილზე? თუ აქვს, ეს არის საშუალება არის მინიმალური. ანუ სკოლის ასაკში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ სწავლობენ, მაგრამ შემდგომ უმაღლეს განათლებისათვის თბილისში მოდიან და სამწუხაროდ ძალიან ბევრი აბრუნდება და ვინც კარგად სწავლობს და ჭკვიანის არ ბრუნდებიან. უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ მაინც და მაინც ეს გასართობი და გასართობი ცენტრები იქნეს თუ ღამის კლუბები არ არის აუცილებელი რომ იყოს. უბრალოდ უნდა იყოს საშუალება, რომ ახალგაზრდამ შეძლოს თავის რეალიზაცია, რადგან ახალგაზრდა არის, ხა ოცნებები აქვს თავისთვის, რაღაც უნდა რომ მე ბევრს მიაღწიოს და ვერ ხედავს ამის საშუალებას დედოფლის წყაროში. და ისევ ფიქრობს იმას, რომ აი თბილისში წავალ და იქ უფრო გამომივა, იქ უფრო მეტი შანსი მაქვს. უბრალოდ უნდა მოხდეს ისე, რომ მიეცეთ საშუალება ახალგაზრდებს გააკეთონ ის რაც უნდათ და გქონდეთ იმის საშუალება, რომ რაიონის დონეზეც იყვნენ პროფესიონალები და წარმატებული ხალხი საერთოდ. კაპიტან მანანა, მიგრაციის შესაჩერებლად. მიგრაციის შესაჩერებლად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასაქმების პრობლემა უნდა მოგვარდეს. ეს რა თქმა უნდა, ახალგაზრდების დასაქმებასაც ეხება, თქვათ, საშუალო ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანებიც, რომელიც შეიძლება ჯერ პენსიონერი ან არ არის პენსიონერი, მაგრამ თქვათ, შრომისუნარიანია.
ეს აუცილებელი მომენტია, უნდა არსებობდეს და ალბათ მე როგორც ვხედავ, აი ჩვენი ხელისუფლება იმ კუთხით მიდის და ისეთ ღონისძიებებს ატარებს, თქვათ, პირველ რიგში უნდა აგერ მოსახლეობის აღწერა ჩატარდება ძალიან მალე. ანუ უნდა აღირიცხოს რეალურად ვინ ყავს რაიონში, რამდენი ექიმი, რამდენი აგრონომი, რამდენი ვეტერინარი, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი ვინ ყავს რეალურად სიტუაცია. რამდენი ხალხი ყავს დასასაქმებელი და რა პროფესიებში. რა ასაკის, სოფლად მცხოვრებია ეს თუ ქალაქად მცხოვრები. ამას უკვე აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, ამაზე ზრუნავენ. მეორე, შემდეგ აუცილებლად უნდა გაკეთდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, არა ისეთი თეორიული, რომ აი ჩვენ ვავითარებთ ტურიზმს, ან ჩვენ ვავითარებთ სოფლის მეურნეობას. ეს გეგმა უნდა გაკეთდეს, სპეციალისტებმა უნდა იფიქრონ ამაზე. ამის სპეციალისტები მოიძებნებიან საქართველოში, სამინისტროებში არიან ალბათ, დაგვეხმარებიან თუ მოვინდომებთ. კონკრეტულად გაწერილი როდის, რომელ დღეს, რომელ საათზე, სად, რამდენი, რის შესახებ რა უნდა გაკეთდეს. ეს აუცილებელი მომენტია. აი ამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმის განვითარების პერიოდში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დღეს ჩვენ ევროკავშირისთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ძალიან სერიოზული სურვილი და ევროკავშირისკენ მივდივართ. ანუ 21 საუკუნეში, ტექნოლოგიების საუკუნეში ჩვენ უნდა ყველა ახალი ობიექტი, რასაც გავხსნით და რის გახსნასაც საზოგადოება მოისურვებს, კერძო სექტორი მოისურვებს, უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გაკეთებული. აქ მე ვგულისხმობ, რომ უნდა იყოს ცნობილი ყველა ახალი მეწარმისა და ბიზნესმენისთვის, ვინც სამუშაო ადგილს შექმნის, ცნობილი უნდა იყოს ის რეგულაციები, სტანდარტები, რასაც ევროკავშირი მოითხოვს. დაუშვათ, როგორი უნდა იყოს, თქვათ, ავტომანქანის სამრეცხაო. სად უნდა წავიდეს ამ სამრეცხაოს მიერ მოხმარებული ნახმარი წყალი, სად გაიწმინდოს, სად ჩაიღვაროს. დაუშვათ, როგორი უნდა იყოს სურსათის გადასამუშავებელი საწარმო, როგორი უნდა იყოს სასაკლაო. ამ ყველაფრის სტანდარტები არსებობს და ჩვენ ისე რომ არ მოგვივიდეს, რომ დღეს თქვათ ვიღაცამ მოიძიდოს ინვესტიცია, ავაშენოთ თქვათ რომელიმე ახალი ობიექტი, შეიძლება ეს ფული იყოს ან სესხი საბანკო, ან შეიძლება გრანტი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს და მე აღმოჩნდეს, რომ თურმე აი ამ თანხაში ჩვენ კიდევ დამატებით სხვა რაღაც გაუმჯობესება უნდა გაგვეკეთებინა, რომელიც თავიდან არ იყო ცნობილი, ანუ გადასაკეთებელი რომ არ გახდეს, ასე ახლავე უნდა ვიცოდეთ ეს და აი აქეთ უნდა მივიდიოდეს მუშაობა. დიახ, მოკლედ ოღონდ ვამთავრებთ უკვე, დიახ. სხვათა შორის რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, სოციალურ პაკეტზე მიდის მუშაობა და ისე სხვათა შორის მე მინდა რაღაცნაირად სრული გამოვთქვა, რომ ბატონო ილია მოიწვიეთ თვითონ წარმომადგენლები იმისი, რა ქვია, გამგეობის და იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს, რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და მუშაობენ სოციალურ პაკეტზე და აი ზუსტად ის რომ 2013 წელს პრობლემების წარმოჩენის წელი იყო, თქო მე იმედი მაქვს რომ იანვარში თუ ეს სოციალური პაკეტი გაკეთდება, უკვე თებერვლიდან მარტიდან შეიძლება ისეთი რაღაცა ძირეული ცვლილებების მოხდენა ამ კუთხით. და ბოლოს აი ტურიზმი თუ სოფლის მეურნეობა, უფრო რომელმა შეიძლება გააუმჯობესოს დედოფლის წყაროში ვითარება? როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობამ იმ დონეს უნდა მიაღწიოს, როგორიც იყო დედოფლის წყაროში. ტურიზმი ცოტა, მე ისე არ ვამბობ, ცოტა ახალი ხილია, მაგრამ გამომდინარე იმ რესურსისგან, რაც ვთქვით უკვე, რომ ვაშლოვანის ნაკრძალი, უამრავი ტბები გვაქვს, უამრავი ციხე-ნაგებობა არსებობს, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ერთად არ გამორიცხავს ერთმანეთს, რომ ორივე ერთად შეძლოს. დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, უნდა დაგემშვიდობოთ. გადაცემის ბოლოს ერთი ინფორმაცია, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის შეშით უზრუნველყოფის საკითხს დედოფლის წყაროს საკრებულომ მხარი დაუჭირა, როგორც გამგებლის მოადგილე აკაკი ნატროშვილმა განაცხადა, ამისათვის 80,000 ლარია გამოყოფილი და დამატებით 800 ოჯახი ისარგებლებს. დედოფლის წყაროში აქტიურად საუბრობენ, რომ საკითხის დამტკიცება საკრებულოს მიზეზით გაჭიანურდა, კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ გამგებლის მოადგილე აკაკი ნატროშვილმა საკრებულოს დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 2011 წელს ამგვარი დახმარება დედოფლის წყაროში 400 ოჯახმა მიიღო, 2013-ში 730-მა, ამჯერად ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. დედოფლის წყაროს გამგეობაში და სოფლის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან განცხადებების მიღება უკვე მიმდინარეობს. ცალკეული კატეგორიის ოჯახებს
ოჯახები 100 ლარს 1 მარტამდე მიიღებენ, ასე რომ შეგიძლიათ მიმართოთ დედოფლის წყაროს გამგეობას და შესაბამისი სოფლის ტერიტორიულ ორგანოებს. ასეთი გახდა დედოფლის წყაროს საათი. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და მომავალ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა რომ ენდობით ობიექტივს.